ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნებულმა ექსპედიციის წევრებმა მორიგი შედეგები დადეს 25 კაციანმა ჯგუფმა მკაცრი კლიმატური პირობების გამო მხოლოდ ოშკისა და იშხნის დათვალიერება შეძლო. დღეს შედეგები ექსპედიციის წევრებმა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმოიხილეს და საზოგადოებას ბოლო ინფორმაცია გააცნეს. რა შედეგები დადო ჯგუფმა, თემას რუსტან აბაშიძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში. რუსტან, გისმენთ. უნდა ითქვას, რომ მათი დასკვნა საკმაოდ მძიმე და პესიმისტურია. ქართული ტაძრების შემორჩენილი ფრაგმენტები და გუმბათები ყოველდღიურად ჩამონგრევის საშიშროების წინაშეა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, მათზე განსაკუთრებით დამონგრეულად მკაცრი კლიმატური პირობები მოქმედებს და ეს ეროვნული საგანძური საბოლოოდ ხელიდან რომ არ გამოგვეცალოს, უნდა დაიწყოს მათი დაუყოვნებლივი რესტავრაცია. ეს დასკვნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტაო-კლარჯეთში ექსპედიციაში არქეოლოგებთან ერთად დადეს. მათ გაითვალისწინეს ბათუმელი არქეოლოგების მოსაზრებებიც, ისინი სამინისტრომ ტაო-კლარჯეთში ექსპერტების სტატუსით მიიწვია. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ოშკის უნიკალური მუზარადის ფორმის გუმბათი. დაბზარულია კედლები, მთელი დასავლეთის კედელზე ბზარი დაყვება იშხნის მონასტერსაც. დაახლოებით ამავე შინაარსის შემცველია დასკვნა, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულ სამეცნიერო ექსპედიციას ეკუთვნის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მიერ მოწყობილი ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ბათუმელი არქეოლოგებიც. ოშკის და იშხნის მდგომარეობის ამსახველი ეს უახლოესი ფოტოებიც მათ ეკუთვნით. ოშკი საშინელ დღეშია. გუმბათის, თავარი გუმბათის 4-ვე კედელი დაბზარულია. ასევე ითქმის სხვა ნაწილების მიმართ, ნაოსებისა და სხვათა მიმართ. თითოეულობის გამო ექსპედიციის წევრებმა მხოლოდ ოშკის და იშხნის დათვალიერება მოახერხეს. მათი ინფორმაციით ორივე მონასტერი დანგრევის პირასაა. არქეოლოგი ირაკლი ჩავლეიშვილი იხსენებს, რომ ფრესკები მნიშვნელოვნად ჯერ კიდევ 1989 წელს იყო დაზიანებული, მაშინ როდესაც ბათუმელმა მეცნიერებმა საზღვრის გახსნის შემდეგ ტაო-კლარჯეთში პირველი ექსპედიცია მოაწყვეს. მას შემდეგ დიდი სხვაობა არის. ფრესკები ფაქტიურად წაშლილია, კედლებს აქვს ძალიან დიდი დაზიანება მიღებული, ბზარები, რომლებიც საშიშროების ქვეშ აყენებენ ამ ეკლესიის მდგრადობას. უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე სურათი არის. ტაძრები, რომელთა რესტავრაციასაც თურქეთ საქართველოს ძეგლთა დაცვისა და მოვლაპატრონობის ოქმი ითვალისწინებს, არქეოლოგებთან ერთად არქიტექტორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, რესტავრატორებმა მოინახულეს. ისინი ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობენ. მათი როგორც ექსპერტების ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ეროვნული საგანძურის გადასარჩენად თურქულ მხარესთან მიმდინარეობს. ეს ძეგლები არის ერთიანი ქართული სამყაროს სიმბოლო, ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო და მათი გადარჩენა აუცილებლად უნაჩნია. თუნდაც ამ ახლახანს მოგვეცა იმის შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა კიდევ ერთხელ ეს ძეგლები. ხედავთ, რომ უკვე ნგრევის პირასაა მისული. ექსპედიციის დასკვნის საფუძველზე მომზადება რესტავრაციის პროექტი. პროექტის მიხედვით პირველ ეტაპზე ტაძრების გამაგრება უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე თურქული მხარის თანხმობაა საჭირო. საქართველოს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპედიციის პერიოდში თურქულ მხარეს წერილობითი თხოვნა ამის შესახებ უკვე გაუგზავნეს. აუცილებელი იქნება ოშკის ძალოვანი ხარაჩოებით გამაგრება, რაც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ უკვე დავიწყოთ იქ ეტაპობრივად კვლევითი სამუშაოები, ანუ არქეოლოგიური კვლევები, გეოლოგიური კვლევები, სახელმწიფო კვლევები, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს პროექტი და როდესაც ჩვენ გვექნება პროექტი, უკვე შეგვეძლება იქ უკვე ფიზიკური სამუშაოების წარმოება. იმ შემთხვევაში თუ კი თურქული მხარე საქართველოს ტაძრების პირველადი გამაგრების უფლებას მისცემს, ქართველი რესტავრატორები სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ისინი ტაძრებს გაამაგრებენ და საბოლოო სამუშაოებისთვის მოამზადებენ. ძირითადი რესტავრაცია კი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება. დოკუმენტის გაფორმების ვადას კულტურის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. უნდა ითქვას, რომ დასკვნა სრულყოფილი, ექსპედიციის დასკვნა სრულყოფილი არ არის, როგორც უკვე გითხარით, თითოეულობის გამო მათ მხოლოდ 2 ტაძრის მონახულება შეძლეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე ტაო-კლარჯეთის ქართული მონასტრების მდგომარეობის სრულყოფილად გაცნობის მიზნით კიდევ ერთი ექსპედიცია მოეწყობა და სრულყოფილი დასკვნა შესაბამისად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდება.